დღევანდელ ვიდეოში უნდა გამოვიწიოთ თორნიკე სულ ახალ პარაოლის სკინზე. გამარჯობა. ჩვენ გვექნება 3 ჩელენჯი და ამ 3 ჩელენჯიდან თორნიკე ორში თუ მაინც დამამარცხებს მიიღებს აი ამ ულამაზეს სკინს და აუცილებლად დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დავიწყეთ. დაიწყო მეგობრებო ჩვენი პირველი ჩელენჯი და სანამ წესებს აგიხსნით უნდა გითხრათ რომ როდესაც ეს ვიდეო ავა 500 ლაიქზე ჩავარდება ერთი ლინკი კომენტარებში და შეგიძლიათ თქვენც აიღოთ ეს ულამაზესი სკინი და როდესაც ეს ვიდეო ავა 1000 ლაიქზე მეორე ლინკით ჩავარდება. ხო, როცა გადახვალთ თუ ვერ აიღეთ, ესე იგი უკვე აიღეს და დაგასწრეს. ხო, ჩვენი ჩელენჯის პირველი წესები არის უმარტივესი. თორნიკე ახლა გაუჩინარდება, დაიმალება, დამტროლა. და შემდეგ ჯერზე მე ვიქნები ლეონი, პირველ ჯერზე იქნება თორნიკე და რომელ ჯერზეც პაიპერს უფრო დასჭირდება ცოტაც და რომ გამოიცნოს, მაგალითად მე ვიპოვე 3 წრეში და თოკომ 2 წრეში. ხო, ის აიღებს 1 ქულას, თამაში იქნება 3 ქულამდე. ხარ? ეგრევე რომ გამოგიცნო არ გეწყინოს რა. ნახა მაგაჭდის ხარს დავიმალე თუ არა შენ გადაწყვეტე. ეს ჩემი სტრატეგიული გათვლა იყო. 3 წრეში გამოვიცანით, ეს მგონია რა ცუდი, გადიიქეთ. კარგი, 2 წრეში უნდა გამოვიცნო, ხო? და ერთხელ მეგობრებო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. დაიწყო მეგობრებო ჩვენი მეორე რაუნდი, უნდა გამოვიცნოს 2 წრეში, რაც შეუძლებელია, იმიტომ რომ საერთოდ ვერ გამომიცნობს გავკრები მაპიდან. კაი, ეხა უყურეთ, ამას ქვია მანიპულატორობა, ჩოულებრივი. დამინახე, ხო? არა, არ ჩანდა. კაი, მზად ვარ. კარგი, ეხა მე ვიყენებ მანიპულატორული. ჰა? კარგი. აი ეგეთ ხარ? აი ეგეთ. კი, არა. ციროათა. ორი, ეხა უნდა გამომიცნო და ფრეზე გაყრის შანსი გაქვს. გენიოსი ხარ. 3. კაი, დავშვიდი, მე ვერ მიპოვე მაინც. ესეც 1-0. სამსა შანერად გამოიცნო. კიდევ აქვს თორნიკეს შანსი, მაგრამ ეხა ერთსაში გამოვიცნობ. ხო, აქ და მოვიწყდა რომ ამჯერად პაიპერი თოკოს უნდა აიღო. მანიპულატორული ილეთები. მანიპულატორი ხარ? ეხლა ეგრევე რომ გამოვიცნოს. აუგზდი. მიდი. სკუილი შენა. მან ვერ ხედა ვისროლე მაგა შენ. აურა მანიპულატორია. არა. ოკეი. 5 6 შვიდი. ჩემი აზრით ეხლა მე მოგიგებ. აი მანიპულატორული ილეთები უყურე. კაი, მიდი. შეგიძლია ისროლო. ეს ერთიც და. კაი, ეს ერთი. მან ვერ ხედავ თუ გაისროლე მითხარი. კაი. ეს 4, 5. არა, 4 ხა. 4, 5, 6, 7. მოვიგე. ახლა შევეკითხებით ChatGPT-ს, რომ აირჩიოს ციფრი 1-დან 99-მდე, რომელიც აირჩიოს ავტომატურად ჩვენს ბრაულერსაც და აი ამ ბრაულერით რომ შევალთ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მეტი ქილი და რომელსაც უფრო მეტი ქილი იქნება, ის მოიგებს. აბა ვნახოთ. და პირველი არის ჩემი რიცხვი, რომელიც არის 47. ახლა კიდევ თოკოსი ვნახოთ და თოკოსი იქნება 32. დაიწყო მეგობრებო და რა თქმა უნდა მე სახეს გავაძლევ თორნიკეს, იმიტომ რომ არამედ უკეთესი ბრაულერი წავს თან ძალიან ძლიერი ვარ თორნიკესთან შედარებით. მეთანხმები? 100 მომეცი ხო და ეს 1 ქილი. გაიტანე და მოკლო. ეს 2 ქილი. აი, დამშვიდი, აბა. ეს 3 ქილი. გავიყოლე. არა, მორტის გაიტანე. მე არა, რატო არა, კაცო, მიდი გაიტანე. არა. ჩემია ეს. გაიტანეთ. აი ეს. აგარებოდი. კარგი, ესეც მე-3 ქილი. 3-0 ნადგურდები სუხოიზე, ჩვენიან ვარ გაიტანე. ესეც 4 ქილი და ესეც გადაო, აუ, წავა. 4-0, კაი, ფორა მივცეთ მეგობრებო. არ მინდა ფორა. გამაკნია ეხლა. ჰოპ, დასეივე. ესეც 5 ქილი. აუ, მე 5 გააკეთე. და პასიც მივასისტით ჩავიცე. 5-0 განადგურდა თორნიკე და
თუ დამამარცხებს ახლა საფინალო ჩელენჯი, რომელიც არის დუელი 1-1-ზე, მაინც მივცემ მე ამ სკინს. აი, ვიცი. არ ყოფნის საკითხი და დაიწყო მეგობრებო საფინალო დუელი. აქ გადაწდება ვინ წავა სახში. ცოცხალი. ცოცხალი. არა ეს რა არის? ბიჭო, შენ სტუდ ვაიმე, სტუდ სამისეთი. ხომ არა, ეხლა ხო იზემნა ლოგიკა, ჩემი ვარიანტი ეგ იყო და. რა, შენი აზრით არ გამოვა? ფისუნიას ნუ ეხმრები. აუ, ეხლა ეს დამაცხრება დაუზე. მამა სუპერი, მეოსება თუ არა, ვერ ვხედავ ეგარი ცუდი. ტელეფონი ჩაშავებული. სადა ხარ? მე დაგახტი. ანუ აკახარ. აკახარა. პუმ. აუ, აკარ ყოფილხარ. ედგრის კამბექი. კი, ყველა საუკეთესო ბრაულერი, ყველაზე მეტად ბრაულერი მიყვარს. არა ვარ აკა, გადი. გადავხტები. მიშველე. არ მოგდებ დამშვიდი. ფისუნია ელოდება მომენტს. გადი აკი. რომ დაპორჭყნოს. არა რენჯი. მიკა. არა. გამაზე სულ არა დაცელა. არა. ფისუნიამ სუხოიზე განადგურა თორნიკე, მაგრამ თუ ეს ვიდეო აბა მეგობრებო 500 ლაიქზე თორნიკეს ექნება რევანში. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. ნახოს.